მივესალმები, გითხარით, როგორც ვიცი, თქვენ მოინახულეთ იზოლატორში თორნიკე ხვიტარიძე, ანუ დღეს რამდენიმე პირს შეეხო, ეს თქვათ, რამდენიმე პირთან დაკავშირებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, აქედან თქვენს კოალიციას ნიკას გარდა უკავშირდება თორნიკეც, მისი ოჯახიც, გითხარით, ზოგადად ნიკას თორნიკეს შესახებაც და ნიკას შესახებაც, ანუ დღევანდელი დღის რაღაცნაირ სამართლებრივი შეფასება რომ გავაკეთოთ. მარიკას თუ ესმის ჩვენი ხმა? დიახ, მესმის, ვარი შემოვიდა უკაცრავად, მოგესალმები დიანა პირველ რიგში, კი მე სწორედ რამდენიმე წუთია, რაც დავტოვე იზოლატორი, სადაც მოვინახულე თორნიკე ხვიტარიძე. თორნიკე არის მხნედ, არის კარგად და იქიდან შემოგითვალა, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, რა თქმა უნდა. მე მინდა აღვნიშნო, რომ თორნიკე ხვიტარიძე არის რეჟიმის ერთ-ერთი პატიმრის, სინდისის პატიმრის საბა ხვიტარიძის ძმა. საბა ხვიტარიძე რომელიც დაკავებულია 4 დეკემბრის ღამის შემდგომ, როდესაც პოლიტიკოსებს, ქორქიათ მარიოტში შეკრებილ პოლიტიკოსებს გარეთ გამოსულზე დახვდნენ ტიტუშკას ფორმაში ჩაცმული ადამიანები და შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს იყო მირიან ქავთარაძე და მისი, ასე ვთქვათ, სამმართველო, ანუ პოლიციელები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკოსებს, თავს ესხმოდნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ერთ-ერთი პოლიტიკოსის ქალს თეონა ჭალიძეს ხილითაც შეეხნენ და ასე შემდგომ. სწორედ ამ ეპიზოდზე არის საბა ხვიტარიძე დაკავებული და დღეს უკვე მოსამართლე ნინო ენუქიძემ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით ისევ მირიან ქავთარაძე ამ საქმესთან შემხებლობაში, რომ თითქოს და მირიან ქავთარაძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ამ ბრალდებით დღეს თორნიკეც საბა ხვიტარიძის ძმა გაუშვეს ადმინისტრაციული პატიმრობით ციხეში. ეს რა თქმა უნდა არა მარტო თორნიკე, დღეს ასევე ორი სტუდენტი გოგონა რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა დღეს მიღებული, ამ მხრივ დატვირთული დღე იყო? კი ბატონო, და ორი გოგონა, რომელიც არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ქონია ასეთ რამეს ადგილი, რომ სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტი გოგოები გაეშვათ პატიმრობაში და უკვე ამ რეჟიმმა ესეც იკადრეს. მიოგთითებს რაზე, რომ რეჟიმი არის ისტერიაში, შიდა ისტერიაში, რომელიც, ასე ვთქვათ, ამ მიტაცებული ხელისუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული და ეშინია, რომ არ დაკარგოს ეს მიტაცებული ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ამ წუთას არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება. არჩევნების გაყალბების შემდგომ ხელისუფლება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს აქვს მიტაცებული და ამ პირობებში, როდესაც კიდევ დამატებით აძლიერებ რეპრესიებს როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რისი მაგალითიც არის ჯერ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, რომელიც ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია და გუშინდელი გატაცების შემდგომ უკვე ნიკამელია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმი გადავიდა რეპრესიების ახალ ტალღაზე, მაგრამ რეპრესიების ეს ახალი ტალღა მიუთითებს სწორედ მის ისტერიულობაზე და იმაზე, რომ ეშინია მიტაცებული ხელისუფლების დაკარგვის. კი ბატონო, მელიასთან დაკავშირებით რა სიტყვით, იმიტომ რომ გუშინდელი ამბავი რაღაც წინსწრებად დაკავების აღქმა დატოვა, თუმცა ეს ფორმალური მიზეზად იქნა მოტანილი პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენება. კი, დაგეთანხმებით, უპრეცედენტო იყო ასევე მელიას გატაცება, იმიტომ რომ ამას დაკავებას ვერ ვუწოდებთ, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი. ამ ფორმით აქამდე არც ერთი პოლიტიკოსი არ დაუკავებია და საერთოდ დაკავება არ მომხდარა, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრიდან გუშინ პოლიტიკური ლიდერი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერი გაიტაცეს და იმისათვის ალბათ რომ უზრუნველყოთ მისი მოყვანა სასამართლოზე. თქვენ როგორც იცით, ნიკას გაცხადებული ჰქონდა პოზიცია, რომ ის არ აპირებდა დღეს იმ აბსურდის სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს არალეგიტიმური პარლამენტის რაღაცა აბსურდული წულუკიანის კომისიის ფარგლებში, როდესაც კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაიწყეს სისხლის სამართლებრივი საქმეების პოლიტიკური ლიდერებთან დაკავშირებით და სწორედ ამ მუხლით არის დაკავებული აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე. დღეს უკვე შეუფარდეს პატიმრობა აღკვეთის ფარგლებში ნიკამელიას და ზუსტად კიდევ განმეორდები და ისევ ისტერიაზე გაუსმევ ხას, იმიტომ რომ ნიკამელიას გატაცება
სხვა არაფერია თუ არა ერთი ახალი რეპრესიების ტალღაზე გადასვლა და მეორე ხელისუფლების მიტაცებული ხელისუფლების რეჟიმის ისტერია და შიში რომ არ დაკარგონ ეს ძალაუფლება რომელიც აქვს მიტაცებული. კი ბატონო, მე ასევე მადლობა. გუშინ მოვინახულე ნიკა იზოლატორში და ნიკაც იგივეს მიუთითებდა რომ მისი გატაცება მოხდა რეალურად, მას ადგილზე არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მისი მხრიდან არც შეურაცხყოფა არ ყოფილა, ბუნებრივია არც დაკავების გატაცების მომენტში არ ქონია შეურაცხყოფა, ეს იყო წინასწარ დადგმული ასე ვთქვათ სპეცოპერაცია, როდესაც სპეციალურად გაყვნენ, ასე ვთქვათ, ნიკა მელიას, როდესაც საპატრულო პოლიციამ სრულად აბსურდული მიზეზით მოახდინა მისი მანქანის გაჩერება, რაციაში ესმოდა შეკითხვა ნიკას, რომ ობიექტი მანდ არის თუ არა და როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაუდასტურა, რომ კი ობიექტი აქ არის, უკვე ნიკა მელიას მანქანას გარშემო მოერტყა ათობით პოლიციელი. პოლიციელი როგორც თავად თავს უწოდებენ, თორე ამ გატაცებებს და ამ რაღაცა ფორმირებულ ბანდებს არაფერი კავშირი არ აქვს რეალურად სამართალდამცავ პირებთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან, მაგრამ ეს არის ბრძოლის ახალი ეტაპი და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბრძოლა შედის უკვე გადამწყვეტ ეტაპზე და ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა დასრულდეს ხალხის და ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვებით, თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში დაბრუნდეს დემოკრატია, ცივილიზებული ცხოვრება, განვითარება და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იყვნენ დიდი ევროპული ოჯახის წევრი, რომ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც ამ ევროპულ სისტემას ახასიათებს. მადლობა მარიკა არევაძეს დავემშვიდობები.